Ciao amici, ben ritrovati in questa lezione di italiano. გამარჯობა მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ამ იტალიური გაკვეთილზე. პირველი და მეორე გაკვეთილის დამატებითი სავარჯიშოები მზად არის და მისი ჩამოწერა შეგიძლიათ ამ გაკვეთილების აღწერაში მოცემული ბმულის საშუალებით. ძალიან გთხოვთ მომწერეთ, რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა ის თქვენთვის, მოგეწონათ, არ მოგეწონათ, მომწერეთ შენიშვნები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი უკავშირი. Კარგი, გადავიდეთ დღევანდელ გაკვეთილზე. დღეს ვისაუბროთ ზმნაზე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ზმნებზე, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ იტალიურში ზმნები იყოფა სამ ჯგუფად. პირველი, მეორე და მესამე ჯგუფის ზმნები გვაქვს. ასევე იტალიურში გვაქვს წესიერი და არაწესიერი ზმნები. პირველი ჯგუფის ზმნების დაბოლოება არის are. აი აქ მიწერია prima coniugazione. Coniugazione უღლებას ნიშნავს. prima პირველი, ანუ პირველი ჯგუფის ზმნების უღლება და are, ანუ areზე დაბოლოებული ზმნები არის პირველი ჯგუფის ზმნები. ჩვენ ნაუღლები გვაქვს ასეთი ზმნები, წესიერიც, არაწესიერიც, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ თავი მოუყაროთ ამ პირველი ჯგუფის ზმნებს და შემდეგ ლექციებზე უკვე ვისაუბროთ მეორე და მესამე ჯგუფის ზმნებზე. აქ აღებული მაქვს ზმნა cantare, რომელიც სიმღერას ნიშნავს, მღერას და ნახოთ რა ხდება. არის დაბოლოება და ფუძე გვაქვს კანტ. წესიერი ზმნაა cantare და წესიერი ზმნის უღლებისას ფუძე არსად არ იცვლება. ნახეთ, ყველგან კანტ გვაქვს და ემატება ბოლოს ართები და ეს ჩვენ უკვე ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიგოთ. Io canto, მე ვმღერი, tu canti, შენ ვმღერი, lui canta, ის მამაკაცზე ვამბობ მღერის, lei canta, ის ქალბატონზე ვამბობ მღერის და მესამე გვაქვს lei canta, თქვენ ვმღერით, ანუ თავაზიანი ფორმა. ჩვენ ვიცით, რომ თავაზიანი ფორმა ემთხვევა მესამე პირის ბედრობითი სქესის ფორმას, ხო? ანუ lei canta, თქვენ ვმღერით, როცა ვინმეს ვეუბნებით. Noi cantiamo, ჩვენ ვმღერით, არ გამოგრჩეთ აქ i, აუცილებელია. Voi cantate, აქ i არ გვაქვს, ამიტომ ესე დაიმახსოვრეთ, რომ ატია დაბოლოება და cantate, თქვენ ვმღერით. Loro cantano, ისინი ვმღერიან. აქ გვაქვს ერთი n, მიაქცეთ ამას ყურადღება. ეს არის წესიერი ზმნა. ეხლა ნახოთ როგორი უღლება არაწესიერი ზმნები. მე აქ ამოწერილი მაქვს ისეთი არაწესიერი ზმნა, რომელიც აუცილებლად გვჭირდება, იმისთვის რომ ვისაუბროთ იტალიურად და პირველი არის andare, წასვლას ნიშნავს. ნახეთ, are რომ მოვაშოროთ, ფუძე and გვაქვს, თუმცა თავდაპირველად სულაც არ გვჭირდება ეს ფუძე, ამ ფუძის ცოდნა, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაწესიერად იქცევა ეს ზმნა. და მოდით განვიხილოთ. Io vado, მე მივდივარ, tu vai, შენ მიდიხარ, lui, lei va, ის მიდის, ან თქვენ მიდიხართ ძლობიანად, ხო? Voi andiamo, ნახეთ, წესიერი გახდა, ფუძე and და დაემატა iamo. შემდეგ voi andate, ისევ წესიერია, ate დაემატა, მაგრამ შემდეგ loro vanno, აბსოლუტურად შეიცვალა ისე, ხო? ნუ აქ მიაქციეთ ყურადღება, რომ ორი ნ მაქვს, მაინც და იმისთვის რომ დაიმახსოვროთ, მოკლედ კიდევ ერთხელ ჩამოვყვეთ. Io vado, tu vai, lui, lei va, noi andiamo, voi andate, loro vanno. შემდეგი ზმნა არის stare და ის ნიშნავს დარჩენას. გავიხსენოთ ეს ზმნა სად გვჭირდებოდა. მოკითხვისას, როდესაც ვიღაცას შევეკითხებ, მოდი თქვათ, როგორ ხარ, როგორ ვამბობთ ამას იტალიურად. Come stai? აი ეს ზმნა, ნახეთ, მეორე ფორმა. Come stai? ან ვიღაცას ძილობიანად რომ მივმართავდით. Come sta? როგორ გძანდებით? Come sta? მესამე პირის ფორმას ვიყენებ. და შემდეგ პასუხი იყო მაგალითად io sto male, მე ცუდად ვარ. Io sto male, ან io sto bene, მე კარგად ვარ. Io sto bene, stos ვიყენებ. კარგით, ვაუღლოთ ეს ზმნა. ესე იგი, როდესაც მოვიკითხავთ ვიღაცას, ვიკითხებთ როგორ ხარ, იქ ჩვენ ხო ვიცით, რომ იტალიურში ყოფნა ზმნა არის verbo essere, თუმცა ამ essere-ს არ ვიყენებთ, ამ შემთხვევაში ვიყენებთ stare ზმნას, რომელიც არსობრივად ნიშნავს დარჩენას და ნუ ყოფნასაც. კარგი, io sto ჩვეულებრივად არაფერი არ იცვლება, არის თუ მოვაშორებთ st ფუძე და o დაემატა, როგორც წესიერი ზმნა ისე მოიქცა. შემდეგ tu stai, აქ აჩაიმატა ზედმეტად.
წესიერიზმისგან განსხვავებით, ამიტომ დაიმახსოვრეთ ესაა. Lui, lei, lei sta, ყველაფერი იგზია. Noi stiamo, iamo დაემატა, სწორია. Voi state, ესეც წესიერიზმასავით იქცევა და loro stanno. აი, აქ ორი ნ გაჩნდა. ცოტა აურია ასე ვთქვათ, ხო? ერთი ნ დაიმატა, stanno. ესე იგი, io sto, tu stai, lui, lei sta, noi stiamo, voi state, loro stanno. გამოთქვით ეს ორი ნ კარგად. შემდეგი ზმნა არის dare, მიცემას ნიშნავს და ისიც თითქმის არაწესიერია. მოდით ნახოთ როგორ. io do, ყველაფერი რიგზია, არე რომ მოვაშორო, d მრჩება ფუძე და o უნდა დავამატო. io do. Tu dai, იგივენაირად როგორც stai, აქაც აჩაემატა. შემდეგი არის lui, lei da. და აქ ჩვენ ვხედავთ აქცენტს. ამას აუცილებლად მიაქცეთ ყურადღება, იმიტომ რომ თუ თქვენ უაქცენტოთ დაწერთ ამას, ან იტყვით ამას, ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცა, ესაა წინდებული დანი. ესე იგი, ამიტომ აქ აუცილებლად აქცენტი უნდა გამოიყენოთ. შემდეგ, noi diamo, voi date, ნახეთ, diamo ჩვეულებრივად წესიერიზმასავით იქცევა, dateც ძალიან კარგია, წესიერიზმასავით არის. Loro danno. აქაც ცოტა აურია, დაიმატა ერთი ν. ესე იგი, როგორ დავიმახსოვროთ, მეორე პირში გვაქვს ა ჩამატებული, აქ აქცენტი გვაქვს მესამე პირში და ბოლოში გვაქვს მესამე პირის მრავლობით რიცხვში ერთი ნ-ი ზედმეტი, ასე ვთქვათ, წესიერიზმისგან განსხვავებით. შემდეგი ზმნა ჩვენ ვიცით, ეს ნაუღლები გვაქვს, ეს ზმნა fare, კეთებას ნიშნავს, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ გავიაროთ, არაწესიერიზმნა. Io faccio faccio არ უნდა გამოვთქვა ხო? ჩვენ ხო ვიცით რომ თუ ჩს მოყვება i ის ჩ უნდა იყოს, მაგრამ მე თუ ხმოვანი მოყვა, ეს i იკარგება, თუ რა თქმა უნდა, მახვილი არ მოუდის თვითონ ამ ის. ამიტომ აქ იქნება faccio. თითქოს ის i არც გვაქვს. Io faccio, tu fai, lui, lei fa, noi facciamo, აქაც იგივენაირად, voi fate, loro fanno. აქაც ორი ნ გვაქვს. ეს არის კეთება ზნა. ეს იყო პირველი ჯგუფი ზნები, წესიერი და არაწესიერი. ეს ზნები რამენაირად უნდა დაიმახსოვროთ, იმეორეთ და ალბათ დაგამახსოვრდებათ. ცოტა რთულია, რა თქმა უნდა, ამდენი რამის ზეპირად დამახსოვრება, მაგრამ პრაქტიკაში ალბათ ყველაფერი რიგზე იქნება. თუ სასარგებლო აღმოჩნდა ეს გაკვეთილი, რა თქმა უნდა, მოიწონეთ, მომწერეთ კომენტარებში, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი უკავშირი. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე, a presto, arrivederci!